სავარაუდო ტრანსფერი. მიქაუტაძე ლა ლიგაში. ცნობილი ჟურნალისტი, ლიონმა შეთავაზება მიიღო ლიონს ფინანსური ვალდებულება აქვს, შესაბამისად, შესაძლოა ფეხბურთელი გაყიდოს. გიორგი მიქაუტაძით დაინტერესებული გუნდების შესახებ ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდს ლიონში დარჩენა სურს, ლიონს ფინანსური ვალდებულება აქვს, რომელიც მალე უნდა დაფაროს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ მალიკ ფოფანა გუნდში რჩება, შესაბამისად, ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერითაც ლიონს შეუძლია, რომ დიდი თანხა მიიღოს, მიქაუტაძეა. ეს ფრანგულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ჟორჟი კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს, შარშან მას მაგარი სეზონი ჰქონდა და ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე გუნდში უკონკურენტოა. ცოტა ხნის წინ ცნობილმა ჟურნალისტმა საშა ტავოლიერმა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ვილიარეალს მიქაუტაძის შეძენა სურს და თან ჩქარობს. წყაროს ცნობით, ლა ლიგის გუნდმა ლიონს შეთავაზება უკვე გაუგზავნა. ვილიარეალი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ჩქარობს. ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა გუნდმა, რომელიც იერემი პინოს კრისტალ პალასში გაშვებასთან ახლოსაა, ლიონს შეთავაზება გაუგზავნა, წერს საშა ტავოლიერი. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ორჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ლანსთან გამარჯვების მომტანი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში შეიძლება მოუჭიოს გადასვლა ქართველ ფორვარდს, რომლის სურვილი სპეკულაციების მიუხედავად ლიონში დარჩენაა.